ღარიბაშვილმა მილიონლარიანი გირაო ივანიშვილის ნაჩუქარი სახლით ჩაანაცვლა. ინფორმაცია მთავარს ექს-პრემიერის ადვოკატმა დაუდასტურა. ამირან გიგუაშვილის თქმით, გირაოს უძრავი ქონებით ჩანაცვლების პროცედურა ოფიციალურად დასრულებულია. საუბარია მოსაშვილის საცხოვრებელ სახლზე, რომელიც ღარიბაშვილს სწორედ ივანიშვილმა აჩუქა. წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიველაშვილი გათავისუფლდნენ, მათ საპატიმროები ცოტა ხნის წინ დატოვეს. მეფარიშვილსა და ოკრიველაშვილს პარლამენტთან 400 ლარიანი ჯებირის დაზიანებას ედავებოდნენ, მათ საპროცესო შეთანხმება ჰქონდათ გაფორმებული. სიჩქარის გადაჭარბება 100 ლარით, მოძრაობისას მობილური ტელეფონით სარგებლობა ან ღვედის გამოუყენებლობა კი 50 ლარით დაჯარიმდება. საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო სანქციებს ზრდის. სამართალ დარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა გაჩერება, რაც 100 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. 200 ლარიანი სანქცია წესდება ბასლაინზე საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის. უკრაინამ რუსეთში ნოვოროსიისკის უდიდესი ნავთობაზა დაბომბა. შესახრისი ტრანსნეფტის შვილობილ კომპანიას ეკუთვნის და მაგისტრალური მილსადენის ბოლო მონაკვეთია, საიდანაც ნავთობი საექსპორტოდ გადის. კიდევ ერთი ავიაკატასტროფა თურქულმა თვითმფრინავმა ხორვატიაში განიცადა. ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით სავარაუდოდ დაიღუპა პილოტი. ავიახომალდი რადარებიდან ადგილობრივი დროით ღამის 5 საათზე გაქრა.